დღეს საუქლო კვართის და მირონწმინდის ბრწყინვალე სვეტის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხელს ვაწერთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. თქვენო აღმატებულებო, ბატონო პრეზიდენტო, ეს საერთო დიდი ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა თქვენი კეთილი ნებით და თანადგომით განხორციელდა. მიიღეთ ჩვენი დიდი მადლიერება. ბუნებრივია, არაერთი უნიშნელოვანესი დოკუმენტისათვის გაქვთ ხელი მოწერილი, მაგრამ ვფიქრობთ, ერის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადო შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეკლესია სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, წმინდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით, ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს პატრიარქი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხელშეუვალია, როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას როგორც სულიერ მოძღვარს გაამდეს, ან მისთვის როგორც სასულიერო პირისათვის გახდა ცნობილი. სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა
შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესი ორ მხრივად და გათანაბრებლად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები, სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ეკლესია თავის არა საღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმოო საქმიანობას. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმოო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია, მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადის.